გია გამარჯობოთ. მე Facebook-იდან გააგიცანით შევიტყვი ამბავი თქვენი მდგომარეობის შესახებ. თქვენი Facebook-ის მეგობარი კოჩა ჩაჩანიძე, ალბათ გიცნობთ Facebook-იდან და თქვენი ამბებს თვალყურს ვადევნებდით. მოყოლებული აგერ ბოლო 10 წელის მანძილზე და ეს ამბავი რაც თქვენ შეგემთხვათ ახლა ეს ან ესეთი მძიმე სიტუაცია შეიქმნა, რა ვიცი სიტუაცია თუ ქვია მას. ბოლო თქვენი გამოსვლაც Facebook-ის მეშვეობით მოვისმენე, სადაც თქვენ შემართებით თუ შეიძლება ასე ითქვას და ფსიქოლოგიური განწყობით ებრძვით სენს, რომელიც ადამიანში არის და ყველა ადამიანში სენი არის. ცუდოდაცემული ადამიანი იმთავითვე განწირულია ენტროპიისა და სიკვდილის საკითხო მკვდომა. ეს ცოტა ისეთი ტერმინი არის, ბევრმა არც იცის სიკვდილი რა არის. ჩვენ გავიზარდეთ საბჭოთა კავშირის ეპოქაში, თქვენ სწორედ იმ 60-იანელი ბრძანდებით, მე 50-იანელი გახლავთ. ათაცეთი 10 წელი თქვენზე უფროსი ვარ მედით არა. და ვიცით რა გამოვიარეთ რა, ჯოჯოხეთი იყო საბჭოთა სისტემა, დავამთავრეთ სკოლა, საბჭოული ინსტიტუტები და მე მოხდა ღირებულებების გადაფასება. ჩვენთან არავინ სიკვდილზე არაფერს არ ამბობდა. თითქოს ეს თემა არ არსებობდა. სიკვდილი ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ იყო პანაშვიდებზე სიარული და ახლობლების გაცილება იქით ქვეყანაში და ბოლოს ეს მთავრდებოდა სუფრით და იქ დავიწყება. ტვინი აქ იკეტებოდა. დასავლურ სამყაროში სიკვდილზე ბევრია ნამუშევარი და თვით ანტიკური ეპოქაშიც, ესე იგი ხალხს რომ აღარაფერი რა თქვა რელიგიის ისტორიიდან მოყოლებული კაცობრიობა საიდანაც მოდის, ყველას ეს თემა მეტნაკლებად წამოწეული აქვს და მედიტირებას ახდენდნენ. ანტიკურ ეპოქაშიც იყო ხალხი, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა და აშინებდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და ადამიანებს არაყოფიერებაში გადასვლა, ნიბიწიეში რუსულად ხომ, არაყოფიერებაში გადასვლა. და ეპიკურეს ჰქონდა თეორია, რომლის თანახმადაც ესე ამშვიდებდა ადამიანებს, სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის. როცა სიკვდილი მოვა, ჩვენ აღარ ვიქნებით. რა თქმა უნდა, ეს მატერიალისტური შეხედულებაა. ჩვენ აღარ ვიქნებით, რაც ნიშნავს, ეს შეიქმნა ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ დროებით ვიცხოვრობთ აქ, ერთმანეთი შევჭამოთ, ავერიოთ, ჩვენი ყოფიერება გარკვეული დროით გავამაგროთ და მე სად მივდივართ არ ვიცით. არა, ესეთი მსოფლმხედველობა გულშემატკივრებელია. თქვენ ახლა ხართ იმ სასაზღვრო სიტუაციაში და არა მარტო თქვენ, ბევრი ჩვენთაგანი მივა მაგ მდგომარეობაში ყველას აბსოლუტურად, სადაც უკვე საზღვარზე არის, გადააბიჯებს ეს იასპერსის ტერმინია, სასაზღვრო სიტუაცია. დანაგირძნობ მთელი სიყვარული, მთელი გულით, მე ვცდილობ რამენერად თქვენი აზრებში თანაზიარებაში შემოვიდე და თან გამაბედინე საუბარი იმან თქვენ რომ თქვით რომ იქნებ ილოცოთ ჩემზე. საინტერესოა თქვენი თხოვნას რა თქმა უნდა გულის ყურით მოვეკიდებით და ლოცვაც ჩემთვის რეალური მოვლენა არის და არა ისე ფანტაზიურ მეტაფორული. ლოცვა თანამედროვე ქართულით რო ვთარგმნოთ, ეს არის თხოვნა. თხოვნაში ყოველთვის იგულისხმება მეორე აღმატებული პირიც. ვთხოვთ იმას, ვინც შეძლებულია. ესე იგი ვლოცულობთ, ვთხოვთ, ვეხვეწებით აღმატებულს და აღმატებული სამყაროში უნდა ვიცოდეთ ვინ არის. ჩვენ გავიზარდეთ კიდევ მეორე ფისეთ ეპოქაში, თქვენც იმის წარმომადგენელი ხართ, როგორც აღვნიშნე 60-იანელი. ევოლუციის თეორია ჩაგვიდეს თავში და აღვიჭურეთ ამ განათლებით ხომ. უნივერსიტეტები, აკადემიები, მე თავად ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ვიყავი და ვარ დაამთავრე აკადემიის ხელოვნებათა ფაკულტეტი და შემდეგ 94 წელს რო დავტოვე საქართველოს იმის მერე იქით აღარ გამიხედია თუ არა ვირტუალურ სივრცეში ვადევნებ თვალყურს მათ განვითარებას, მშენებლობას. თავიდანვე მე ახალგაზრდობაში მედიტაციებდა ის თემა, რაც თქვენ ახლა დააყენეთ, თქვათ სიკვდილთან ბრძოლა, თქვენ ებრძვით მაგას, ამარცხებთ თითქოს და ბევრისგან მომისმენი ეს, მაგრამ თუ ღრმად ჩაუფიქრდებით, ცოტა ესე ზერელეთ ეს მე მგონი არ იქნება სწორი. თქვათ თქვენი შედარება გოლიათისა და დავითისა. დავითი იბრძოდა გოლიათთან ღმერთის დახმარებით და არა თავისი შემწეობით. დიდი მორწმუნე იყო დავითი და 50 ფსალმუნი თუ იცით, ან წაგიკითხავთ, ან ხელახლა რო გადავხედოთ, ეს უდიდესი ღმერთის მოყვარე ადამიანი იყო. თავად სახელი ებრაული დავითი საყვარელს ნიშნავს, ღმერთის მოყვარეს. ღმერთის საყვარელ ადამიანს გულისხმობს ეს ებრაული სახელი. და დავითი უნიკალური პიროვნება არის ებრაული და კაცობრიობის ისტორიაში, ბიბლიური წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არის და რეალური პიროვნება. ფსალმუნების ნახევარი მისი ავტორობით არის, მიწიერი ავტორობით და ეს უდიდესი პიროვნება არის, რომლის
მთელი ტკივილები და მთელი ცხოვრება და ბრძოლა გადმოცემულია მეფეთა წიგნების პირველ 2 წიგნში და შემდეგ პარალიპომენონის მთელი მეორე წიგნი დავითის ცხოვრებას ეძღვნება. თქვენ გაკვირთ ახსენეთ. სიკვდილის არ მეშინიო თქვენ ბრძანეთ გიორგი ბატონო. სიკვდილის ყველას უნდა ეშინოდეს. აბა თუ არ ქონდათ შიში კაცობრიობაში სიკვდილს რატო იყო რელიგია სხვადასხვანაირი ფორმებით. აშენებდა ადამიანს ცხოვრების ყისიერი მდგომარეობა. მართლაც ყისიერია წუთი სოფელი ქართულად წუთი სოფელი. მართლაც წუთია ჩვენი სოფელი ვხარობ შემოდივართ ბედნი და უცებ ისე დროს წამოგვეწევა თქვენს ესეთი ენერგიული ახალგაზრდა კაცი რომელიც მთელი ისინი ქონდათ იმედები სად წამოგვეწია ეს ხომ რაღაცა ეს ენტროპიის შედეგად ეს დაავადება ავადმყოფობა რომელიც ყველა ადამიანში არის ეს ცოდვის შედეგად შემოვიდა. მე არ ვიცი რამდენად ჩახედულ ხართ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში თუ თქვენ ქრისტიანობა შემოიფარგლება მართლმადიდებლობით გეტყვით რომ მართლმადიდებლობა ქრისტიანობა არ არის არც პროტესტანტიზმი და არც თქვათ იზმები და კათოლიციზმები და რელიგიები. ქრისტიანობა ქრისტეს პიროვნებას უკავშირდება. ქრისტეს პიროვნება მთელი ბიბლიის 66 წიგნშია განცხადებული და მთლიანად რომ ამას კარგად გაეცნობა ადამიანი მიხვდება რა არის ქრისტიანობა და ვინ არის ქრისტიანი. თქვენ იძახით ქრისტიანი ხარ და ძალიანაც მახარებს ის რომ იძახით ქრისტიანი, მაგრამ მთელი ამ წლის მანძილზე, მთელი ცხოვრების მანძილზე ვიცნობთ თუ არა იესო ქრისტეს. მე არ გამიგოთ ცუდად მე თქვენი როგორც ახლა ამ წუთში მიგომეთ თქვენთან სასტუმროთან ვარ და გესაუბრებით როგორც ძმა და მეგობარს უფროსი ძმა უმცროს ძმას რომელმაც ცოტა რაღაც ამ ცხოვრებაში კაი არ ნახა იგრძნობს და ბავშვობიდან ამ თემას უტრიალებ მე ფილოსოფიის ისტორია დამოუკიდებლად შევისწავლე ფილოსოფოსები რელიგიის ისტორია თავად ვასწავლიდი შემდეგ დავტოვე საქართველოს მართალია მე არავინ არ მდევნიდა და არ მაწამებდა იქ მაგრამ მთელი რიგი მოსაზრებებით ქართული სივრცე დავტოვე და გადმოვედი უკვე ამ კონტინენტზე კანადის მოქალაქეობა მივიღე და აგერ უკვე 22 წელია საქართველოში მე აღარ ჩავსულა რა თქმა უნდა იქ მე არავინ არ მემუქრებია ხლა არაფრით ცნობიერება სხვანაირადაც თქვენც კი ღმერთმა ამ კონტინენტზე გადმოიყვანა გასწავლათ ოჯახი შეგაქვენებინათ და თქვენი განათლებისა და ინტელექტის უნარებით შეგეძლოთ უფრო ღრმად და იმად ჩაწვდომოდით იმ საკითხებს რომელსაც ახლა ამ წუთში უტრიალებთ დაგაფიქრათ სიკვდილმა სიცოცხლემ ის საქმეები რომელიც საქმეების თქვენ უკან დაგჭათ და ნატრობთ ისევ საქმეების დაუბრუნდეთ კეთილი და პატივსანი ძალიან კარგია გია ბატონო მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ამ ქვეყნის დატოვება ყველამ დატოვა პლატონმა არისტოტელემ სოკრატემ დატოვა ყველა ვინც გვასწავლიდა და მათი თეორიები ჩვენ გვამხნევებს რომ ეს წუთი სოფელი გადავიტანოთ რომ ეს წუთი სოფელშიც ვართ თან კაცი ჭამია წუთი სოფელია დღევანდელი წუთი სადაც ბრძოლა გაბატონებული ასპარეზი არის თითქოს და დარვინმა სწორედ ამ ხილული სამყაროს თვალყურის დევნებით ააგო მისი თეორია რომ გადარჩება მხოლოდ ძლიერი ვიჟივაეთ სილნეში დააკვირდა ამას ცხოველთა სამყაროში მართლაც ესე იყო ეხლა დღესაც ესეა ხო მაგრამ ეს ევოლუციის თეორია ჰიპოთეზაა და ფაქტებით არ არის დამტკიცებული ყველგან გაიბნა ეს თეორია ჩვენთან და დავამთავრეთ სწორედ მასე და ჩვენ სიკვდილი როგორც ასეთი გავაიგივეთ გაქრობასთან არა და არა მეგობრებო სიკვდილზე გაიმარჯვა იესო ქრისტე შიში სიკვდილისა ყველა ადამიანს უნდა ქონდეს ემოცია ეს მხოლოდ ისე კი არა რომ დაგვიმონოს მან აი კონსტანტინე გამსახურდია ეს რომ მაშიდაც დიდოსტატის მარჯვენაში იცით როგორი ვაჟკაცია გიორგი პირველი ესე გადმოგცეს მწერალი ამ ხატრულ სახეს და თავად გიორგი ბრძანებს იმას ბასილ კეისარს ვებრძოდი, მაგრამ მეშინო და ხვიარის ფესვებისა. ასოცირება გველთან იყო და მას შიში გველისა ჰქონდა. შიში სხვადასხვა ფორმით შემოდის და საბოლოო ჯამში შიშის ფორმებს სიკვდილთან მიყვავთ, სიკვდილთან არარაობასთან და გაქრობასთან და ეს ყველა საშინებს. გაქრობა ვერაფერი სასურველი მოვლენა არის. სწორი წარმოდგენა სამყაროს შესახებ ბიბლიაში არის. რომ ის შექმნა სამყარო პირველი ორი თავი დაბადების წიგნი ამას გვეუბნება რომ სამყაროს ყავს პატრონი. მერე ეს გამოსყიდვის გეგმა მთელი ბიბლია რომ მამა ღმერთმა რომელმაც გაგვაჩინა ჩვენ სიცოცხლე თქვენ ჰაერი მოგცა გვასუნთქებს. 60 დღის ბაღში მოხდა რაღაც შეცდომა. ადამმა და ევამ ჩვენი წინაპრებმა ღმერთთან ერთგვარი ჯანყი შევიდა მათ ცნობიერებაში სატანის მეშვეობით და პირველი კუდომა იმავე წუთში ადამმა და ევამ განიცადეს 60 დღის ბაღში და მშვენიერი ადამიანი წამოვიდა. სული მოკვდა ნიშნავს სულმა ფუნქცია დაკარგა ღმერთთან აღარ არის და ასე დავშორდით მამა ღმერთს, მაგრამ ღმერთი არ დაგჩორდა ჩვენ მომყვებოდა კაცობრიობას მთელი ამ წინასწარმეტყველების სახით და ვიდრე იესო ქრისტემდე. იესო ქრისტე რომელიც სამის ერთ-ერთი ჰიპოსტატი განსხეულდა და
კაცობრიობის ისტორიაში ეს არის პიროვნება, რომელსაც სოფლიო გადაატრიალა, წელთაღრიცხვა შეცვალა, მიუხედავად იმისა, ყველა ებრძოდა ამ პიროვნებას, იძახდნენ, რომ ეს მითოლოგია, დღეს მე მგონი აღარავინ აღარ დაობს, რომ 2000 წელს უკან იყო პიროვნება იესო ქრისტე, რომელიც უცნაურ სასწაულებს ახდენდა, დამადურს იძახდა ღმერთი ვარო და სწორედ მაგიტომ გააკრეს ჯვარზე. ჩემ საქმეებს ერწმუნეთ, თუ ჩემი სიტყვების არ ჯერათ, ჩემი საქმეებმა დაგაჯეროთ, რომ მე ღმერთი ვარო ისო იძახდა იოანეს სახარება თუ გახსოვთ. ასე რომ ლოცვა რა თქმა უნდა, ლოცვად მე დიდად გამახარა იმან, რომ ილოცეთ ჩემზეო და რა თქმა უნდა, ვილოცებ თქვენზე კი არა, რა ვიცი, ყველაფერი შესაძლებელი რომ იყოს, მთლიანად თქვენ გვერდზე ვდგებით, ყველა ის, ვინც იზიარებს ამას, იმიტომ რომ იმ მასალით ხართ შექმნილი, რომელთაც მე ვარ და დათვი და ქვა უნდა იყოს ადამიანი, ქვის გული უნდა ქონდეს, რომ არ მიიღოს მეორე ადამიანის სიყვარული და თანაგრძნობა. ამიტომ მე გიზიარებთ, მე ჩემ თანაგრძნობას, ჩემ სიყვარულს მხარში გიდგევართ, სიტყვას ძალა აქვს, ლოცვით შეგეწევით და ვთხოვოთ მაცხოვარს, მამას, იესო ქრისტეს სახელით, რომ თქვენი ჯანმრთელობა შემოაბრუნოს აქეთკენ. მას შეუძლია ლაზარე აღადგინა, გიამაისაშვილის აღდგენა არაფერი სიძლიერეს არ წარმოადგენს ღმერთისთვის დააბრუნოს და თუ რამ კარგი აქვს კიდე გასაკეთებელი გიამაისაშვილის ამ ცხოვრებაში, გააკეთოს მხოლოდ ღმერთის სახელით. ღმერთის სახელით. ახლა კი თქვენ გაგაჩერათ დროებით, ამოგართოთ მიწიერი ცხოვრებიდან და დაგაფიქრათ. დაგაფიქრათ და იძახით კიდევაც აი როგორ ებრძვით სიკვდილს. არ გეშინათ სიკვდილს, სიკვდილს ყველას ეშინია. სიკვდილის ეშინო და ისევ ლიტერატურულ პერსონაჟსაც გაგახსენებთ, ლეო კერჩელის კარგი ნოველა აქვს ჰაკი აცბა. და როდესაც უჯუში ემხას დაასდევენ წითელი ოფიცრები მოსაკლავად ეს თეთრგვარდიელი იყო, იგი იმალება და სიზმრებში მას აშფოთებს რაღაცეები და რო წამოხდება სიზმრიდან გაეცინებათ მეგობრებს და თითქოს დასწამებენ მას, რომ სიმხთალე შეეპარა უჯუშემხა იძახის, მე და შიში არ ვიცნობთ ერთმანეთსო და მე უცებ და გაჩერდება და იტყვის, თუმცა იცი რას გეტყვითო, არავის არ შეშვენის თქვას, ვაშკაცი ვარო. რომ შიში ეს ემოცია არის, ზოგი ძალიან ძლიერად ამოქმედებს, ზოგზე ნაკლებად, მაგრამ თქვა იმისა, რომ ჩვენ არ გვეშინია, ეს მე მგონი უფრო თავის გამოჩენა. რა თქმა უნდა გვეშინოდეთ სიკვდილის. კუდომა არის დაშლა, სიცოცხლე რა არის, სინთეზირებული მოვლენა არის, ხომ? როგორ გავჩნდით? საიდან გამოჩნდეს? მიდივართ სათავეებთან. რას უნდა დავეყრდნოთ? რაღაცას უნდა დავეყრდნოთ. მე უგვაწოდა ინფორმაცია ამ სამყაროზე. ღმერთმა თუ შექმნა სამყარო და დაიმალა, როგორც დეისტები იძახიან, რანაირი ღმერთი არის ეს? ქრისტიანული ლიტერატურა ბიბლიაზე დაყრდნობით აქ არის ქრისტე და ღმერთი, გამოცხადებით მეშვეობით, სულიწმიდის მეშვეობით ადამიანებს ეცხადებოდა და სწორ ინფორმაციას აწვდიდა სამყაროს წარმოშობაზე და ადამიანზე. ამდენად იყო მორწმუნე, უნდა გჯეროდეს ცოცხალი ღმერთის არსებობისა და ჩვენი ცხოვრების საზრისიანობისა. თქვენ სიცოცხლე გაქვთ, გექნებათ და მარადისობაშიც იქნებით. ამიტომ ამ წუთში შეიძლება დაფიქრეთ გიავათონ ამაზე და მოუხმოთ მაცხოვარს. თელ ცხოვრება გულზე ხელი დავიდოთ. თქვენ ხომ არასოდეს არ გიფიქრიეთ იესო ქრისტეს, ბიბლიაზე. მიხოთ იმის ბევრი რამე კარგი ისწავლეთ, ინსტიტუტი დაამთავრეთ, წარჩინებულად სწავლობდით, იყავით წარჩინებული, წუთის სოფლის წარჩინებული მოწაფე და პედაგოგი, ლექტორი, მოღვაწე თუ მოღვაწეობით გარკვეულ ეტაპზე. მაგრამ ხომ არასოდეს არ დაფიქრებულ ხართ, აი სამყარო ვინ შექმნა? და თუ დაფიქრდით, ალბათ უფრო ფილოსოფიური გაგება, უფრო რელიგიურ სხვადასხვა და ან სხვისი მეშვეობით იღებთ იმას, რომ აი ღმერთი არის. საკუთრებით თქვენ ცნობიერებაში შემოვიდა იესო ქრისტე როგორც თქვენი მხსნელი, მიიღეთ იესო როგორც მხსნელი, რომელიც ჯვარზე გაეკრა, იდენტიფიცირება აიღო ჩვენი ცოდვები, მიაწვი ლურსმა ჯვარზე გოლგოთაზე და ამით მადლით გადაგვარჩინა. საქმეებით არა. ამით მოხდა ჩვენი დაბადება. თქვენი სულიერი დაბადება ამ წუთშიც მოხდება, ახლა ამ წუთში ერთი წამით. ყისერად შეიძლება თქვენ ერთი სიტყვა თქვათ და ღმერთმა ყველაფერი ჩამორეცხოს თქვენი იმიდან და მარადისობაში გაგიწყვეთ და მასთან დავრჩით. ჩვენ არ გვუდებით. ჩვენ გარდავიცვლებით. მე რწმენა და იმედი მაქვს. ამ რწმენით და იმას გიზიარებთ თქვენ და ლოცვა რო ბრძანეთ, მე არა ვარ არც რელიგიის რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი, არც ლიცენზირებული მღვდელი გელაპარაკებათ, არც რაღაცა мотивация რო აქვს ფული და ამით. მე გეუბნები თავისუფალი კაცი, რომელიც შეიძლება იყოს ასოციალური პიროვნებას უწოდებ ჩემ თავს და განდგომილი ამ ფუთფუთი ცხოვრებისაგან, მაგრამ უაზროდ და უგონოდ შეყვარებული სიცოცხლეზე, დედამიწაზე, ცაზე, მზეზე, ლასილამაზეზე, ესთეტიკაზე, ხელოვნებაზე, რომელიც ჩვენ წინ არის. და მენანება რომ მეც შემომეპარება სიბერე უკვე გადავდივარ იმ ასაკში და მეც მომიწევს ამ ქვეყნის დატოვება. მაგრამ ახარებს ის რომ
წვენით გადავდივარ უკეთესისკენ. ახალისა და ახალი დედამიწა წინ გველოდება ცათასასუფეველის მეფე იესო ქრისტე, რომელიც კიდე შემოვა ერთხელ ამ დედამიწაზე და აჩვენებს კაცობრიობას, ვინ არის აქ მეფე. ამიტომ ჩემოგია როგორც უცროს ძმას, ხარში გიდგები სიყვარულით, გულით, ლოცვით და ჩემი თხოვნა არის აი ამ წუთშიდაც დაფიქრდე ამ საკითხებზე. ამბიცია გვერდზე გადადა. არ ჩათვალე საუბარი როგორც მე ჭუის დარიგება, მე თქვენზე ინტელექტი ვარ, რომ არ შევარცხინო თქვენი ცნობიერება, ისე არ აღიქვათ რომ თქვენი ცნობიერებასა და ინტელექტს რამე შეურაცხყოფას ვაყენებდე. არა ეს არის ის თხოვნა და ის გათვალისწინება თქვენ რომ თხოვეთ ვილოცეთ ჩემზე და მე ხომ არ მიცნობთ მე თქვენ. მაგრამ ღმერთი მაქნას ერთად შევხვდეთ ჩვენ ერთმანეთს. აქ არ შეგვახედა ღმერთმა ერთმანეთს. სხვა პრობლემები გვაქვს სხვადასხვა მისწრაფებები, სხვადასხვა როგორც იტყვიანი мотивაციებიც და ამის გამო ჩვენ შეიძლება თუ გადავკვეთეთ რაღაცა გზაჯო იქ მეტოქეებიც კი გაუჩნდეთ ერთმანეთს. აი იქ ესეთი რამე არ იქნება და მე ჩემი რწმენით ვლაპარაკობ ამ წუთში და სწორედ ღმერთმა შემაძლებინოს რომ ეს სიტყვა გადამომიდეს თქვენ გულში, გონებაში, ტვინში და დაგაფიქროთ და თქვენ ინდივიდუალურად თქვენ დაიბღალოთ ერთიმან და შეზღბახოთ ღმერთს რომ მთელი ცხოვრება მე გია მაისაშვილს იესო უშენოთნი ცხოვრია და მომიტევე. მოტევება უნდა აღსარება ჭირდება მას. არა მღვდელს ჩავაბაროთ, არა ვიღაცას. მარტოდ აიბღალეთ ეზეკიელივით გახსოვთ მეფეთა წიგნებში და ისაიასთან ეზეკია. როგორ დაავადდა, გადაბრუნდა სასიკვდილო დაავადებით კედელთან და მოთქმა ტირილი დაიწყო მეფე კაცმა, ვაშკაცმა კაცმა. ტიროდა იგი და ღმერთს შესთხოვდა იქნებ განეკურნა იგი. ღმერთმა ისმინა მისი ლოცვა ვედერება და დააბრუნა 15 წლით. ამ 15 წელი მან გამოიყენა იმაში, რომ შვილი გაუჩნდა მანასია, რომელსაც ტყავი გააცრო ისრაელერს. ჩვენც სარის გვაქვს თხოვთ ღმერთს დაბრუნება ამ ქვეყანაში, მაგრამ რისთვის შემოვალთ ამ ქვეყანაში? მას ყველაფერი შეუძლია, ღმერთი ყოველი შემძლეა, მოსიყვარულია. ბიბლიის ღმერთი ესია. და ყველაზე მეტად მას უყვარხართ თქვენ, არა ადამიანებს. მართალია ჩვენ გარს გვახვევია კარგი ადამიანები, მეგობრები ყავს Facebook-ში, მაგრამ არა. გულში ახლა ამ წუთში ვინც გისმენთ თქვენ ის არის მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარი ღმერთი, რომელსაც ხილული თვალით ჩვენ ვერ ხედავთ, წმენით უნდა დავინახოთ. ყველაზე მეტად მას უყვარხართ. ის არის თქვენი სულის ჩამდგმელი. ვერამ ვერ შეეჯიბლა ღმერთს, რომ გიამაისაშვილი უყვარს ღმერთზე მეტად თქვათ მეუღალე შვილებს, არა და არა. თქვენ ახლა მარტო ხართ. გითანაგრძნობენ, მაგრამ თქვენში ვერამ ვერ შემოდის. თქვენ ტკივილებს ვერამ ვერ გაიზიარებს. მარტო თქვენ ხართ, მარტო ებრძვით ამას. მარტო სული ხართ, მაგრამ არა დაგავიწყდეთ ღმერთია თქვენთან და ის ადამიანები ვინც ღმერთით თქვენთან არიან. იზიარებენ და შედიან ამ მდგომარეობაში. მძიმეა ხო სენთან ბრძოლა. რამდენი ადამიანი ტანჯები ახლა სამავტყოფოში. და არავის არ გაუულია სოფელის რაღაც დაავადების სასაზღვრო სიტუაციაში ასპერსის სიტყვით რომ არ ყოფილიყოს. მეც ვიყავი იყო პერიოდი სასაზღვრო სიტუაციაში. ყოფილვარ მეც. ამიტომ გიჩვენთ ერთგვარი ძმური ქრისტიანული სიყვარულით გია ბატონო რომ გამაგრდეთ სული სიმხნევე შეინარჩუნოთ. ყველაფერი შეუძლია ღმერთს. მას შეუძლია ქვისგან, ტალახისგან მოგზილეთ ჩვენ. სული ჩაგვიდგა. გაასულიერა ყველაფერი და მისი ხატი და სახის მატარებელი ვართ. გიფიქრიათ მისი ხატისა და მატარებელი თქვენ როგორ გაიარეთ ეს წუთი სოფელი? თქვენ იყავით ძალიან კარგი ადამიანი წუთი სოფლისა. ქრისტეს მსახური თუ ყოფილიყართ ოდესმე. იესო ქრისტეს. არა მართლმადიდებელი, არა რაღაცა ქართველობა, არა რაღაცა სამშობლო. ახლა ჩვენ ვერ გვიშველის ამ პერიოდში ვერცთელი საქართველოს ვერ გიშველის თქვენ. მარტო რჩებით. მარტო თქვენ და ღმერთი, რომელიც გიყურებთ, გისმენთ, თქვენი გულში შემოდის, ცნობიერებაში ზის. ერთი სიტყვა საჭირო. დაიღრელეთ მარტო თუ ხართ, დაიღრელეთ გულწრფელად იტირეთ. ეზეკიელივით და თუ სიცოცხლე მიწაზე აქ კიდე რამე გასაკეთებელი დაგჭათ და მიმჯერეთ შემოგაბრუნებთ ღმერთი. ღმერთს ყველაფერი შეუძლია. იესოსაც ეძნელებოდა ჯვარზე გაკრა და გეციმანის ბაღში როგორ სთხოვს. მთელი ღამე გაათენა იმან ლოცვაში რომ რამენაირად ის თასი აეცილებინა მას, მაგრამ დაამატა, არა, ჩემი სრული სამებრ. მამაო, არამედ იყოს ნება შენი. თქვენც ილოცეთ, მეც ვილოცებ თქვენს. ქრისტიანების ლოცვას ძალა აქვს, მაგრამ უნდა ვიცნობდეთ იმას, ვისაც ვთხოვთ. ვიცნობთ კი იმას, ვისაც ვთხოვთ ჩვენი გაჭირვებისას და ჩვენი სიხარულისას და ვცემთ კი მას ატივს და დიდებას. განგვიგდიდებია ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი. განადიდეთ თქვენ იესო თელი ცხოვრების მანძილზე. გამოსულ ხართ ტრიბუნაზე და იესოსთვის ამი გითქვიათ, რომ აი თქვენი წარმატებები იესოს დამსახურება, თქვენი გარეგნობა, თქვენი განათლება, რომ ეს ნიჭი ღმერთიდან იყო. არ შეგვრცხვეს ამის მეგობრებო და არც ისე გამიგოთ, რომ მე რაიმე შეურაცხყოფას გაყენებდეთ მე. რაც თქვენშია და თქვენ არ გინდათ რომ თქვათ მე ვლაპარაკობ თქვენს მაგერად და მე ხომ მთხოვეთ ილოცეთ. ამიტომ სანამ აღსარებაში არ შევალთ
ლოცვა როგორ ვთხოვოთ ღმერთს, ჩვენი სატკივარი. მანიც ის როგორი გაჭირვებული ხარ, მანიც ის როგორი ტკივილი გაქვს, მაგრამ ხო დაუშვა მანეს. მან ხო ყველაფერი იცის, მას ხო ყველაფერი შეუძლია. მან ხომ დაუშვა ის, რომ თქვენ ამ მდგომარეობაში აღმოჩენილიყავით, რათა თქვენი გონება უფრო გახსნილიყო. დაფიქრებულიყავით წუთის სოფლის ამაოებაზე და იმ სიავეზე, რომელიც წუთის სოფელი გვთავაზობს. რა გავაკეთეთ განვლით ცხოვრებას რო გადახედავთ? ქანა რამე გავუკეთებია ღმერთისთვის? არაფერი. დავრჩებით მარტო. და ვინც ის რა გველოდება ჰამლეტის მონოლოგი გახსოვთ ალბათ, ჰუმანიზმის წარმომადგენელი ჰამლეტი, რომელიც საერთოდ ჰუმანისტური იდეალებით აღიზარდა, როგორ ტრაგიზმში ჩავარდა და ბოლოს კითხვით ამთავრებს თავის სიცოცხლეს ყოფნა თუ არ ყოფნა. ქრისტიანობა გვეუბნება ყოფნა, მარადიული ყოფნა ჩვენი საზრისი და თქვენ და მე გავჩნდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მარადიულად ვიყოთ. ამიტომ ლოცვა ასეთ უნდა იყოს, რომ ჩვენ არ დავშევდეთ სამუდამოდ ღმერთს. დროებით ცოდვამ დაგვაშორა ღმერთს და შემოვიდა ახალი ამბავი იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ ღმერთი გვეძახის უკან. დაგვაბრუნა, აღადგინა ურთიერთობა შუამავლის გარეშე და ცხოვრებაშიც ასე დაგვტოვა დროებით და გითხრა დაგველოდეო. 22 ფსალმუნი ალბათ გეცოდინებათ, ხელახლა წაიგითხეთ კიდე. ასევე გადახედეთ მთელი რიგი ფსალმუნებში, სადაც წერია, რომ არ ეშინია იმ შემთხვევაში ქრისტიანს, იმიტომ არ ეშინია, რომ ღმერთზე იმედოვნებს. იმედოვნებს შენზე უფალო და არ მეშინია. როცა მეშინია შენ გიგონებ შენზე ლოცულობ. მიმობნეულია ეს ჭეშმარიტებები ბიბლიაში და ასევე სოლომონის ეკლესიასთან თუ გახსოვთ ალბათ. უმდიდრესი კაცი სოლომონი უკვე ხანდაზმულობაში ისეთ ჭეშმარიტებებთან მევიდა, რომელიც სულიწმინდის მეშვეობით ჩვენ ჭკუის სასწავლად დაგვიტოვა. ეკლესიასთან ის 12 თავი, როგორიც ყველამ ყველა სიამე ნახა წუთის სოფლისა და ამაოება უწოდა მას. და ბოლოს სანუგეშო ბოლო თავი არის სანუგეშო, რომელსაც თქვენ წაიკითხავთ. ცრუდა მოხთალი წუთის სოფელი უწოდა ხო ჩვენმა პოეტებმა გაიხსენეთ ავთანდილის ანდერძი და ავთანდილის ლოცვა ეფხვის ტყაოსნიდან. ჩვენ მოგვიწევს ყოველთვის ყველა ადამიანი, ყველა წავა. არავინ არ დარჩება აქ. დედამიწაც დაიწვევა ახალი აღთქმის პირველი პეტრეს წერილი თუ თქვენ იცით და ჩვენ მოველით ახალ ცას და ახალ დედამიწას. იქნებ ამ საკითხებზე ცოტა კიდე გეფიქრათ, როგორც უფროსი ძმა ისე გეუბნებით და ჩაგაფიქროთ ამ თემებმა. მე მჯერად ამ წამს, რომ მართალია თქვენ ახლა გაწუხებთ მთელი რიგი რაღაცები და არ ძალმით მე, რომ თქვენ ცნობიერებაში შემოვიდე, რაღაცა შეგიმსუბუქოთ ეს თუ არა სიტყვის მეშვეობით და რწმენით. ღმერთმა ქანას, რომ ეს სიტყვა, რომელიც გულიდან არის ამოსული, თქვენ ცნობიერებაში შემოვიდეს, გულში ატოკოს და იესო გაბატონდეს და არა მე. იესო, რომელსაც ვაბარებთ ჩვენ ყველაფერს, მან მოგცა სული მარცვე მიაქვს. ეგ არის ჩვენი ყველანაირად მასზე ვართ დამოკიდებული. იესო, მხსნელი, სახელი იესო მხსნელს ნიშნავს. და არასოდეს გვიან არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის მინანი არა უაზროდ გავატარეთ პირველი 30 წელი, 40 წელი მაგას საზღარ კომუნისტურ ქვეყანაში, ათეისტურ ქვეყანაში, რომელსაც არანაირი ინფორმაცია არ იყო ამაზე არც ოჯახიდან და სულ ჰუმანიზმით გვიტანიდნენ თავს, თან ჰუმანიზმის მარქსისტურ თეორიას. მარქსიზმის თანამხად რომ ადამიანის მატერიის ქმნილება არის, ევოლუციის პროდუქტია. მაიმუნისგან ბოლოს წინაპარიბული მაიმუნი, ეს ხომ დამცირება არის. ბიბლიას რო გავეცანე, მე გამიხარდა რომ სამყაროს პატრონი ყავს. პირველ ორ თავში დაბადებაში სწორედ ეს არის აღწერილი და კარგია უწოდა მას, მაგრამ ცოდვა დაცემის შედეგად ადამიანი გაფუჭდა რაღაცა და ის წლები, რომლებიც 1800 წელი ცხოვრობდა ხალხი, დავიდა 60, 40, 20 და ზოგჯერ საშუში კვდება ზოგი და წუხარება შემოვიდა. მე ვძლია წუთისობას თქვა იესო ქრისტემ. მან ძლია წუთისობას, სიკვდილითა სიკვდილისა დამძრგუნველი იესო ქრისტე. მან დაამარცხა ჯვარის დიდი ზეიმია, კოლგოთა ჯვარის ფილოსოფია რა არის? სიკვდილი აღარ არის. სად არის ჯოჯოხეთო შენის, ხომ პავლესთან რომ წერია წერილებში. მე მოკლედ მიმოვიხილავ იმ ადგილებს, რომელიც ალბათ თქვენს გეცოდინებათ ეგა და ჩვენ არა გვაქვს ახლა ისეთი დიდ რო რა გავმართოთ სალექციო საათებს. სამწუხაროდ მე თქვენ არ მიცნობთ და არ ვიცი მაშინ სურვილიც არ ქონდათ ალბათ ამ თემებზე დაფიქრებულიყავით და აი მოვიდა ესეთი თუმცა თან თქვენი მე გავიბედე იმიტომ რომ თქვენი თხოვნა იყო ეს, თან თხოვნა კიდე იმ საერთო მეგობრისა და ვცდილობ აი ესეთი კონტაქტით შემოსულიყავით თქვენთან და შემემსუბუქებინა ის ტკივილი რომელიც ახლა მარტო თქვენ განიცდით და ზოგი კი გამოთქვამს ისესულს. გახსოვთ ალბათ სიკვდილის ფენომენი როგორ აინტერესებდა ტოლსტოისაც თავის ცნობილ ივან ილიჩის სიკვდილი რო ქვია ნოველას, გახსოვთ სმერტი ივანა ილიჩა. ამ თემას უტრიალებდა ყველა მწერალი. სოკრატემ საერთოდ სიკვდილი მიჯილი სოკრატე სულის უკვდავების თეორიას აყალიბებს, პლატონისეული სოკრატე იგულისხმება, ფედონი გახსოვთ ალბათ, სადაც როგორ აყალიბებს ის და ანუგეშებს სხვა ადამიანებს ის, რომ არა სული უკვდავია. ქრისტიანობამ უფრო შორს გავიდა ამ სფეროში, სული უკვდავია, მაგრამ სხეულიც განდიდებული, სხეულით შემოვალთ ჩვენ.
აღდგომა არ არის ეს ვაღსდგა. ჩვენ უნდა გვიხაროდეს ეს სამწუხარო როცა ჩემულობს ადამიანი ქრისტიანობს და ასეთი დამწუხრებული სახეები ქრისტიანებს. როგორი მიაცილებენ თავიანთ მიცვალებულს კივილით, წივილით და სადაც ჩანს რწმენა იმის არ აღდგომა არის. საფლავებში მიაცილებენ მიცვალებულებს და იქ ცხოვრობენ თითქოს იქ ძენავდეს ვინმეს. არა, ჩვენ უვარგისის სხეული ჩამოგშორდება და სული რომელიც დაბადებული არის სასწაულ ქმედებით იესო მესე თქვა დაბადებაზე ხო ლაპარაკობს მესამე თავი იოანესთან ნიკოდიმოსის წერილი თუ გახსოვთ კი ბატონო ეს რწმენა შეინარჩუნეთ ეს რწმენა დააფიქრდით ერთი სიტყვა საჭირო მოისმენთ და თქვით ღმერთო უაზროთ მიცხოვრია თელი ცხოვრება მომიტევე მაპატი შემოდი ჩემს გულში აი ეს არის ჩემთან ერთად ილოცეთ და ვსთხოვოთ რომ აი ახლა რა გაჭირვებაცა აქია მაისაშვილს ღმერთო იესოს სახელით თუ ჩათვლი მოაბორნეს ადამიანი დააყენე ფეხზე მოახდინე სასწაული რათა გია მაისაშვილმა ქადაგება დაიწყოს იესო ქრისტეზე ვინც არის მკურნალი იმიტომ რომ წერია სახარებაში ვინც ეხებოდა იკურნებოდა კიდევაც ვთხოვ გიას გული მოbrunდეს ცნობიერ მომbrunდეს შეეხოს შენ იმას შეეხე გიას იმას დააბორონ ეს კაცი საქმისთვის იქნებ შენ სამსახურში გამოიყენო და სხვასაც წაადგეს თუ არა დაიყოსნება შენ ღმერთო გადაიყვანე ტკბილად სიყვარულით და მარადისობას აზიარეს ადამიანი მე ბატონო ჩემთან ერთად გაიმეორეთ ეს სიტყვები მე არ ვარ მღვდელი ოფიციალური ლიცენზირებული მეგობრებთ ლაპარაკობ ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ ქრისტიანი თეოლოგიას დამოუკიდებლად ვეზიარე და ეს თემები სულ თავში მაქვს და დაუძინებელი კრიტიკას ვაწარმოებ მართლმადიდებლური ნაციონალური რელიგიის მიმართ რომელსაც მთელი ხალხი გამოათაყვანა მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოს ისტორია გამოთაყვანების ისტორია ბაგრატიონების რელიგია მე ცარიზმის რელიგიად იქცა მე კომუნისტების რელიგიად იქცა მართლმადიდებლობა ეხლა კი დემოკრატიის სამსახურშია და იესო ქრისტე კი არავინ არის შემოიფარგლება მარტო სანთლებით ხატებით და გადახედეთ ვინ არის მღვდლებად მოვლენილი კონიუნქტურული მღვდლობაა ეს ღმერთის სიყვარული მე ვფიქრობ თქვენ გონია ადამიანი ბრძანდები და ამ საკითხზე დაფიქრდებით არასოდეს არ არის გვიან სანამ სული გვიდგას და იქით არაფერი აღარ გვიშველება თუ აქ არ მივიღეთ აი ამ წუთში ერთ დეტალს გეტყვით სახარებიდან იესო ქრისტეს იქით აქიდან ორი ავაზაკი გაუკრეს ერთი ლანძღავდა მეორემ კიდე პირველი ავაზაკი გალანძღა ამას არაფერი არ დაუშავია ჩვენ კი დავაშავეთო და იესოს ერთი სიტყვა უთხრა მომიხსენიე ამ აღამოდა იესომ უთხრა დღესვე ჩემთან იქნებიო ნახეთ მთელი ის წაეშალა ავაზაკ მთელი წარსული ცხოვრება თავარი ამ წუთში გორგული როგორია გონება როგორია თქვენი იღებთ თუ არის იესო ქრისტეს თქვენ გჯერათ რომ იესო ქრისტე თქვენი მხსნელია გახსენეთ მაგ და აი ჩურჩულეთ თქვენთვის არ არის საჭირო სახალხო ტელევიზიით იმით ამის თქმა არ არის ამის აფიშირება საჭირო განმარტოვდით იესომ ასე გვასწავლა ჩაიკედეთ თქვენ ოთახში ილოცეთ იტირეთ შეშვენის კაცსაც ტირილი მხოლოდ ღმერთისთვის ტირილი სიამაყემ როგორ დაგგვბორკა ისე რომ გვეშინი ამისი თუ თქვენ არ იცნობთ იმას მე ვინც ბიბლიიდან გავიცანე გამოცხადება მე არ მქონია ბიბლიიდან არის გამოცხადება მხოლოდ მე ვთხოვ მას მაგრამ სურვილია რომ თქვენც ელემენტარულად გაიგო ან თუ არ გესმით აღიარეთ რომ მთელი წუთი სოფელი ქრისტეს გარეშე გაატარეთ და თქვენი რელიგიურობა შემოიფარგლა მხოლოდ სოციალური პოლიტიკური რელიგიით აი ახლა ამ სასაზღვრო სიტუაციაში ყოფნის დროს ვთხოვოთ მაცხოვარს რომ შემოსობოქე გიას იესო შენ ხომ ჩვენთვის მოკვდი გიასთვის მოკვდი და აღდექი მერე თქვენში დაბადებული ისევ აღდგებით ჩვენ ხომ სიცოცხლისთვის ვართ გაჩენილი და არა ყუდომისთვის ამდენად არავინ არ ქრება და უქრისტეოდ ვინც გადავა იქით მარადისობაში უფრო მაგარ სატანჯველს ეზიარება რამე თუ არის ჯოჯოხეთი და არის ამოთხე იესომ ბრძანას ასე რომ აღარ გავაგრძელებ და აღარ დაკლებ ბატონია სიყვარულს გისურვებთ იესო ქრისტეს სიყვარულს თქვენ გულში შემოსულიყოს და ვთხოვოთ მაცხოვარს მამას იესო ქრისტეს სახელით სულიწმინდის სახელით რომ გიას შეეხიდოს ამ გაჭირვებაში და ეხმარე ყველაფერი შეიძლება მაცხოვარო თქვენ იესო შეიძლება ლაზარე განკურნე მკვდრებს აცოცხლებდი თუ ჩათვლი საჭიროდ გულში იყურები გიაც დააბრუნე ცოტა ხნით ცხოვრებაში კიდე ერთხელ და დარჩენილ ცხოვრებას გია მაისაშვილი ტელევიზიით რადიოთ და იმით იქადაგებს თქვენ სასწაულზე და განადიდებს ჩვენ სახელს თუ ჩათვლი საჭიროდ დააბრუნე თუ არა და მისი სული არ წაიბილწოს ისე და ვისთვისაც გაეკარი ჯვარი გიაც არის იქ გიემაც მიიღო იესო როგორც მხსნელი გიასი და გთხოვ შემოსობოქო ეს გაჭირვება ტკივილები თუ საჭიროა განიკურნა ცხოვრებაში დაბრუნებას თუ არა და მიიღო სიყვარულით ამას გისურვებ გია ბატონო და თავს აღარ შეაწყენ დიდი სიყვარულით
ქრისტეს სიყვარულით აგემშვიდობები და ვისურვებდი, რომ ქრისტესთან ერთად ყოფილიყავით. სიყვარულით, დროებით, კეთილის სრულებით, იესოს დიდი სიყვარული შემოსული იყოს თქვენ ცნობიერებაში. კარგად ბრძანდებოდეთ.